უთოდრის დასკვნა, მისი ინტერპრეტირების ცდელობის დასწრება ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველაფერი არის კარგად, თუმცა სინამდვილე რაც ამ დასკვნაში წერია, რითი უმყარებს პროტესტ ზურგს უთოდრის დასკვნა. მადლობა ეთერისთვის. გულწრფელად ვიტყვი, უჩვეულოდ კარგი დასკვნა. მე არ მქონდა ასეთი მოლოდინი. სხვადასხვანაირი დასკვნები გვინახავს ოდირის, ხშირად მასზე გაუბრაზებულ ვართ. ამ დასკვნაში ხელს ვაწერ ყველა წინადებას, რომელიც იქ წერია. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნაში არის ესეთი ფრაზა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა არალეგიტიმურობასთან დაკავშირებული განაცხადი ეს არ არის უთოდრის კომპეტენცია და ის ამაში არ შედის. შემდეგ არის ძალიან საინტერესო წინადადება, რომლის მაგვარით სრული პასუხისმგებლობის თუ ამბობ, არასოდეს საქართველოსთან დაკავშირებულ არც ერთ საარჩევნო დასკვნაში არ ჩაწერილა და 96 წლის შემდეგ, აჭარის 96 წლის არჩევნების შემდეგ, აი ასლან აბაშიძემ რო ჩაატარა, ყველა დასკვნა მაქვს ნანახი, წაკითხული და დამუშავებული ოდირის მიერ შექმნილი. ჩამოწერილი არის დარღვევები, ჩამოწერილი არის პრობლემები და შემდეგ წერია, რომ ეს დასკვნა მომზადებულია ჩვენი მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ და წამკითხულმა თვითონ დაასკვნას, როგორი არჩევნები ჩატარდა. ანუ პრინციპში იმითი, რომ მათ დასკვნაში ეს ფრაზა ჩაწერეს, რომ ლეგიტიმურობა არალეგიტიმურობაზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებდითო, რაც ასევე არასდროს არ წერია ხოლმე. ანუ რეალურად მათ თქვეს, რომ ეს თემა დგას დღის წესრიგში. ისინი ამას აცნობიერებენ, უბრალოდ მათი კომპეტენცია არ არის, იმიტომ რომ გასაგებია ეუთო სახელმწიფო არ არის, რომ ვიღაცა აღიაროს ან არ აღიაროს, ხომ? ამის შემდეგ საუბრობს საოცარ დარღვევებზე, ყველაფერზე ალაპარაკი, ფარულობის დარღვევაზე ალაპარაკი არის. დაშინებაზე ლაპარაკი არის, მოსყიდვაზე ლაპარაკი არის. არჩევნების შემდეგ სასამართლო დავებზე, სადაც ყველაფერი იგნორირებული იყოს, უმძიმესი სიტყვებია გამოყენებული ამ ყველაფრის აღწერისთვის და ამის შემდეგ წერია, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა მაღალკვალიფიცირებულ ექსპერტებმა დაწერეს და ეხლა თქვენთვის მოგვინდია იმის დადგენა და იმის გადაწყვეტა, ლეგიტიმურობის საკითხი როგორ არის, რითიც პრინციპში თქვა, რომ აქ ყველა ადამიანმა თვითონ უნდა დაინახოს რა შეა პრობლემა, მაგრამ ამ შეფასებით ნაწილსაც რომ თავი დავანებოთ, მთელი დასკვნა მისი პირველი ნაწილიც, რომელიც არის ერთგვარი პრეს რელიზის ფორმის, ანუ ძირითადი მიგნებებია შეჯამებული, მისი ბოლო ნაწილიც, რომელიც არის რა არის გამოსასწორებელი ეს ჩამონათვალი და ძირითადი ტექსტი, სადაც უკვე აღწერილია ყველა ის დარღვევა, რომელზეც თავში და ბოლოშია საუბარი, არ არსებობს ამას ომსრული პასუხისმგებლობა და ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა რაღაცის გამო მადლობას იხდის, იმიტომ რომ კონიუნქტურა უთხრა, ყობახიძემ უთხრათ, რომ ახლა ჩვენ არ უნდა შევიმჩნიოთ და მადლობა გადავიხადოთ. მოვითხოვოთ, რომ ერთი აბზაცი გვითხრან ამ დასკვნიდან, რომელიც ასე არ არის კონსტრუირებული. რომ მაგალითად ერთადერთი ყველაზე ისეთი პოზიტიური წინადადება, რომელიც წერია, არის ესეთი, რომ არჩევნების ორგანიზაციული საკითხები იყო კარგად მოგვარებული. ანუ ეს რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნები შერჩეული იყო, დილით 8 საათზე ვიღაც თუ 7 საათზე ვიღაც მივიდა გახსნა უბანი, მერე როცა დამთავრდა არჩევნები დაკეტა ეს უბანი, ქაღალდი მიიტანა, რომელიც იქ უნდა დებულიყო, იყო, პასტები მიიტანა, რომელიც არჩევნო, ანუ ტექნიკურად იყო კარგად აღჭურვილიო. კი ბატონო, ეს ჩვენ შეგვიძლია ხო ყველამ დავადასტუროთ? ხო, ამ აბზაცსაც კი აქვს, მაგრამ ამ აბზაცსაც კი, აი ამ ყველაზე და ერთადერთ თავარ პოზიტიურ აბზაცსაც კი მოყვება, მაგრამ და მე ჩამოთვლილია ის პრობლემები, რომელიც რეალურად მათ შორის ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებით არსებობდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, იქ სადაც საუბარია ძირითად თემებზე, ანუ იმაზე არჩევნები სამართლიანია თუ არა, თავისუფალია თუ არა, ფარულობა დაცულია თუ არა, უკალებლივ ყველა ამ კომპონენტში არის უარყოფითი შეფასება გაკეთებული. მე ვიცი, წინასწარი მოლოდინი გქონდა ყველას Facebook-ს დავწერე დღეს, რომ რა თქმა უნდა, ასეთი გრძელი დოკუმენტები ყველაზე კარგი წყაროა ინტერპრეტაციებისთვის. და შეუძლია ადამიანს, რომ აიღოს რაღაცა ერთი ფრაზა, მერე იმაზე ააგოს ყველაფერი, მაგრამ ამასობაში მე მგონი, რომ გაიზარდა ჩვენი საზოგადოება იმდენად, ყველა თვალსაზრისით, რომ არ დაიზაროს, აიღოს და წაიკითხოს უბრალოდ ეს დასკვნა რა წერია და უცბად მიხვდება თარგმანით საზოგადოებას ცენტრალური ნაწილებით მაწყობა. მაგრამ სრულად თვითონ ეუთოც თარგმნის ამას დარწმუნებული ხვალ მაქსიმუმზე უკვე მის ქართული ვარიანტი დაიდება, ოფიციალურად ნათარგმნი, არაოფიციალური ნაწილები ხა უკვე ვრცელდება Facebook-ზე, ბევრი ადამიანი და ბოლო-ბოლო აღარ გჭირდება არავის მიერ თარგმნილი.
შვენივრად თარგმნის უკვე Google. შვენივრად ქართული ენა აქვს ძალიან კარგი. და უბრალოდ შეუძლიათ ეს ტექსტი ყველამ, ვისაც აინტერესებს, ჩააგდოს Google Translate-ში და ის უთარგმნის ქართულად. და უცბად მიხვდებიან რაშია საქმე. ან უფრო გავამარტივებ, ChatGPT-ს კითხონ, ხო უყვართ ახლა დღეს საქართველოში ამ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენება. აი კითხონ, იმიტომ რომ მე უკვე ვკითხე. რა თქვა დღეს ოდირმა საქართველოში არჩევნებზე მეთქი და საშინელებებს წერს ChatGPT. საშინელი დასკვნა გამოაქვს ChatGPT-ს, როდესაც კითხულობს ამ ტექსტს. ანუ რა კომპონენტითაც უნდა იმ კომპონენტით შეაფასონ, ბატონო? გლობალური ომის პარტია იქნება ჩართული. გლობალური ომის პარტია იყო ჩართული, მაგრამ არა, მადლობა მოიხედა კობახიძე. ამიტომ მე ვარ დარწმუნებული, რომ დღესაც დავწერე კიდევაც ეს, რომ როცა დაანონსდა რომ პრესკონფერენციას ატარებდა, გასაგებია სწორი ფრაზა თქვით თქვენ, რომ დასწრებაზე იმუშავა, რომ პირველი, იმიტომ რომ მან იცის კარგად როგორ მუშაობს, მას ასწავლეს, როგორ მუშაობს კომუნიკაციების ტექნოლოგია და პირველად ნათქვამი რჩება. და ყველაფერი, რასაც მე იტყვი, იმ პირველს დარდება. ანუ შენ რაღაცნაირად პასუხის რეჟიმში ხარ უკვე. ჩვენ დავასწარით და მანამდე კი ბატონო. ხერხეთ რომ შეგვაფასებინა. მე ვფიქრობ რომ არასამთავრობოებას დავასწარით, ძალიან ბევრი დაიდო მანამდე, მაგრამ ეს ოფიციალური განცხადება პირველი მან გააკეთა და არა ვთქვათ ოპოზიციურმა პარტიებმა, რაც სასურველი იქნებოდა რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას დაესწრო. მაგრამ ამას რო თავი გავანებოთ, მან მადლობა გადაიხადა. პრესკონფერენცია როცა დაანონსდა, მე მაგალითად დავწერე, რომ თქვენ ახლა მოусმენთ ირაკლი კობახიძეს, ოღონდ, როდესაც მას მოусმენთ, გახსოვდეთ, რა დაემართა რუმინეთის, იტალიის და ესპანეთის შემთხვევაში. სამმა ევროკავშირის სამმა დიდმა ქვეყანამ როგორ ეძახა მატყუარა. ყოველთვის უნდა გავახსენოთ ქართულ საზოგადოებას იმ დღიდან მოყოლებული, რომ ყოველ ჯერზე, როცა ტრიბუნაზე დაინახავს ირაკლი კობახიძეს და გადაწყობს, რომ მას უნდა მოусმინოს, ეს მუდამ ახსოვდეს, რომ ევროკავშირის სამმა დიდმა ქვეყანამ, მათ შორის დიდი შვიდიანის წევრმა ქვეყანა იტალიამ სულ მატყუარა ეძახა იმ სიყალბის გამო, რომელიც მან იკადრა ამ ქვეყნებთან მიმართებაში. ეს ისეთი ტიპის მოვლენა იყო, რომლის მერეც ყველა სიტყვა, რომელსაც ეს კაცი აწიტყვის, საჯაროდ აუცილებლად ოდნავ ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანმა უნდა დაუქვემდებაროს გადასინჯვას. და აუცილებლად უნდა შეამოწმოს, რასაც ამბობს ახლოს არის სიმართლესთან თუ აბსოლუტური ტყუილი. ხო, აი ხა დღეს მაგალითად თუ გუშინ აღარ ვიცი ვეღარ მივყვები მის აი ამ ტყუილების კასკადს, ის ამბობდა რომ ტრამპი მოვა და შემდეგ ეს სანქციები მოიხსნება დაახლოებით ეს ციტატა იყო, მინდა რომ Financial Times-ის პატარა ინფორმაცია წავიკითხო, ახლა შეიძლება თქვენთვის ცნობილია, მაგრამ მე ახლა მივიღე ეს ინფორმაცია. ტრამპი გეგმავს, ასეთ სათაურია, რომ გააგრძელოს უკრაინაში იარაღება. კი. და ისევე როგორც სამძიმროდ ქართულ. კი, იმავე ინტერვიუში სხვა შორის, რომელსაც ეს ეყრდნობა, იყო ასევე სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, არის შეთანხმებული ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. საერთოდ ჩვენმა მაყურებელმა რომ იცოდეს, სულ ორ წელიწადს ვიტყვი, აი რა ხდება ამერიკაში იმ 3 თვის განმავლობაში, როდესაც ერთი პრეზიდენტი ჯერ კიდევ ოფისშია და მეორე პრეზიდენტი უკვე არჩეულია. ხო? ეს ხო ცივილიზებული, დემოკრატიული, ნორმალური, ინსტიტუციურად გამართული სისტემაა და ესა ვერ იქნება, რომ ორი პრეზიდენტი ყავდეს ქვეყანას და ორი სხვადასხვა რამე ხდებოდეს, ხო? ასე დროს იქნება სპეციალური შემჯერებელი კომისია, რომელსაც გადის ყველა პრინციპული გადაწყვეტილება. და ეს კომისია შედგება ორივე მხარის წარმომადგენლებისგან, მოქმედი პრეზიდენტის და ახლად არჩეული პრეზიდენტის წარმომადგენლებისგან. შესაბამისად, ყველა მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია სანქციების სწორედ ესეთი საკითხია. გადის ამ შემჯერებელ კომისიას. ამიტომ ხო გასაგებია რომ კობახიძეს რა თქმა უნდა კობახიძემ ეს იცის. უბრალოდ საზოგადოებას და ეს 5 წუთიანი ტყუილები. რომ აი 5 წუთით რაღაცა გაიხანგრძლივოს, იმიტომ რომ სხვა რამეს უკვე ვეღარ ვეძახი იმას, რასაც უყურებთ. ეხლა რაც იტალიასთან და ესპანეთთან დაკავშირებით მან ჩაიდინა, აი მართლა ყველა გაგებით განჭვრეტადი 5 წუთიანი ტყუილი იყო. შეუძლებელი იყო არ სცოდნოდა მას რომ ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან აუცილებლად მოყვებოდა ამას პასუხი. შეუძლებელია. მით უმეტეს რუმინეთის და იტალიის შემთხვევაში, იმიტომ რომ ორივე საელჩო გვაქვს საქართველოში. თეორიულად რომ წეფიქრა რომ ქართულად რომ მიტყვი, ლათინურად რომ ლათინურზე დაფუძნებლად რომ ლაპარაკობენ, იმათ არ ესმითო. საქართველოში რო საელჩოებია, იმათ მაინც ხომ ეს. ანუ ახლა რაღაც მეც ვიცი რომ სისულელს ლაპარაკობ, ვუტრირებ, მაგრამ უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. თავის თავს რო პრემიერ-მინისტრს ეძახის კაცი. და ამ ხელა პრეტენზიები რო აქვს რომ აგერ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა ქონოდა პარლამენტში.
და 1,200,000 კაცმა ხმა მომცაო და მარტო მე ვარ ლეგიტიმურიო. აი ესეთ 5 წუთიან ტყუილს რომ იტყვი. რაღაცაზე ხო უნდა გქონდეს გათვლილი. ეხლა დღეს თქვა მაგალითად რომ ეს უკვე რაღაცა ძალიან წვრილმანი კუთყუილებია მისგან, მაგრამ 800 კაცი დგას ამ წუთში ქუჩაშიო და ჩვენ კამერა მივატრიალეთ და ბევრჯერ 800 ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ხალხი დღესთან შედარებითაც განსაკუთრებით ბევრი ადამიანი იყო. ხან ცოტა მეტად მეტი იქნება, ხან ცოტა მეტად ნაკლები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. აი მარტო ხვალინდელი მე წავიკითხე, ხა აღარ მინდა გავიმეორო ხვალინდელი განრიგი მარშების ხო? მე მოვითხოვ რომ ტატუს არტისტების მარში გამიმეოროთ იქ უნდა წავიდე. უკვე იმდენად სასიამოვნოა განსაცმელ სიცვლისო და ყველა მარში უერთდება. იმდენად საინტერესო ამ ყოველს მოსმენა, იმდენად აი რაღაც სხვა ენერგიას გაძლევს, რაღაც გაცოცხლებს, რომ ყველა ესეთი ამბავი არის ძალიან სასიამოვნო მოსმენა, მაგრამ ერთ წუთი რომ იმის ტყუილებს დაუბრუნდეთ. ხო, ამ 800 კაციანზე მინდოდა ნახევარწრიანდებიანი კომენტარის გაკეთება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო სხვათა შორის იმ დღეს, როდესაც პარალელურად ხდებოდა ეს ორი ამბავი. კობახიძე, არ ვიცი, რაღაცა პრესკონფერენცია ქონდა, რაღაცა საუბრობდა პირველად, როცა ეს 800 ახსენა. ნამდვილად ხო რაღაც 2000 ამბობდა ხოლმე, ხან 5000, ეხლა თან ჩამოდის და პირველად რომ 800 ახსენა პარალელურ რეჟიმში მიდიოდა ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტის დალაიქება ქართველების მიერ. 10000 რომელსაც 100,000 გადაცდა. და აი მართლა ვეღარ ვხვდები, ხომ არის რომ ადამიანის ინტელექტი რაღაცაზე ვეღარ წვდება. მე ვფიქრობ, თქვენც იმ დღეში უნდა იყოთ, რა დღეში თქვენ. ჩემი ინტელექტი ვერ წვდება ამ ტყუილის რაციონალიზაციას. რაღაცა განსაკუთრებული IQ-ს საკითხია ეს და ჩვენ ალბათ ვერ ხვდებით. თინა, რატო რაზია გათვლილი აი ეს 5 წუთიანი ტყუილები? თუმცა აი ეს 5 წუთიან ტყუილებთან ერთად საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო დღეს დილით, როდესაც ჯერ დაწინაურდა ვიცე-პრემიერის პოზიციაზე სანქცირებული გომელაური და შემდეგ დღის ბოლოს უკვე კობახიძემ გითხრა, რომ ყველა დასანქცირებული მოძალადე ივანიშვილის ხელდასმული ეგრეთ წოდებული ძალოვნები, რომლებიც ქუჩაში ჩეხავენ ადამიანებს, სახლებში უვარდებიან, ახალისებენ ეგრეთ წოდებულ ნასეტკების ჯგუფებს და ადამიანებს უქსევენ, მე არავის არ სჯიან და მოკლედ ეს დიდი ციკლია. აი ამ ხალხმა თურმე უნდა მიიღოს ღირსების ორდენები, მას შემდეგ რაც მათ მიერ დანიშნული ყაველაშვილი შევა პრეზიდენტის სასახლეში და თანაც თუ კი რაიმე ფინანსური შემთხვევით ზიანი მიიღეს აი ამ უსამართლო პროცესისგან, ჩვენ უნდა გადავიხადოთ ბიუჯეტიდან ამ ხალხისთვის ვიღაც ხარებასთვის კომპენსაცია თურმე. აი მართლა სცდება შესაძლო წარმოდგენას, აი გუში მაგალითად მე ამას ვერ წარმოვიდგენდი. მე დარწმუნებულია რომ იაგო უკეთესად გაგცემდათ ამ კითხვაზე პასუხს, იმიტომ რომ პროფესიულად ეს მის საქმეა, მაგრამ გაუკადნიერდები და ვიტყვი რომ დღეს რომ მიტინგზე გაცილებით მეტი ადამიანია ვიდრე იყო გუშინ და გუშინ წინ. ერთ-ერთი არის ამით გამოწვეულიც. აი ამ ტიპის დამოკიდებულების მიმართ დამატებითი სიბრაზით და დამატებითი პროტესტით. დღეს მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა ამ ცითავხედის მასშტაბმა, რომელსაც ყოველდღიურად გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად აჩვენებს კობახიძე. თინა და რაც შეეხება სანქციებს, გომელაურის ამ სიაში მოხვედრა მაგის სიაში არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელიც დიდი ხანია მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა ეს უკვე ნიშნავს პირდაპირ მოქმედებას. უკვე ივანიშვილის მისამართით, ხო? ძალიან დავიწროვდა წრე და ძალიან ახლოს არის პროცესი. ჩვენ ვახსენეთ კიდეც გადაცემის განმავლობაში, რომ რამდენიმე თვის წინ ვიცოდეთ უკვე მომზადებული სანქციები იდო მაგიდაზე, ხო? ივანიშვილთან დაკავშირებით. რამდენად შორი ახლოს არის ის ახლა და მაინც რას უფრთხილდება, რას ელოდება ამერიკის ადმინისტრაცია. კი, მაგნიტსკის სიაში სპეციფიურად გომელაურის შეყვანა არის პირდაპირი ნიშანი, პირდაპირი განაცხადი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან ივანიშვილის მიმართ, პირადად მის მიმართ, რომ სანქციები მასთან მიდის. არა კობახიძის მიმართ, არა პაპუაშვილის მიმართ, არამედ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და შესაბამისად იციან ამერიკელებმაც, რომ ერთადერთი უცვლელი კომპონენტი ამ მთავრობაში არის ადამიანი, რომელიც ყველაზე ერთგულია და რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა ივანიშვილი, ხო? გომელაური მთელი ამ 12 წლის განმავლობაში იყო ზუსტად იმ უწყებების ხელმძღვანელი, რომელიც იყო ივანიშვილის ძალაუფლების მასაზრდოებელი მთავარი წყარო.
პოლიცია და სუსი. პოლიცია და სუსი. ეს იყო მუდმივად ის მთავარი და არის ის მთავარი საყრდენები, რომელსაც სამწუხაროდ ყველა ავტორიტარული დიქტატურისკენ გადახრილი ხელისუფალნი ეყრდნობიან ხოლმე. ხო, აბა ეკონომიკაზე და თავისუფალ მედიაზე ხო არ იქნება დამყარებული. დამყარებულია პოლიციურ ძალადობას და ჯალათების სისტემაზე. ამიტომ სწორედ ვახტანგ გომელაურის შეყვანა მაგნიცკის სიაში არა travel ban-ებში, ანუ არა სამგზავრო სანქციებში, არამედ მაგნიცკის სიაში, რაც ერთი მხრივ არის სანქციების მძიმე ფორმა და მეორე მხრივ არის განსაჯაროვებული, გვარით და სახელით განსაჯაროვებული სანქცია, განსხვავებით მაგალითად იგივე სამგზავრო სანქციებისგან. ეხლა მაგალითად იმავე ღამეს რო გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე წყება სანქციების, რომელსაც გვარები ისევ არ მოყვა. ჩვენ ყველა ვიცით რომ კახა კალაძეა. ხო ეს დადასტურებულად 100%-ით ვიცით, იმიტომ რომ სათაურში გაჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობა და ტექსტში გაჩნდა მივყევით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სანქციებსო. და ლიტვას და ესტონეთს კი აქ გამოქვეყნებული ისიები. და ადგილობრივი თვითმმართველობიდან კახა კალაძეა. ამიტომ ხა კითხვა არავის არ გვაქვს. თუმცა ეს არ წერია. ანუ მას შეუძლია ხა იძახოს რომ არა ვარ. ხო და ნუ ჩვენ კი ვიცით რომ არის, მაგრამ ვერ დავამტკიცებთ ესე პირდაპირ. აეროპორტიდან რომ გამოაბრუნებენ ერთ დღეს, იმას ჩვენ აუცილებლად გადავიღებთ, იმიტომ რომ ასე თუ გააგრძელებს ის აუცილებლად მივა ამ კონდიციამდეც. ხო, ამიტომ მაგრამ ის რომ გომელაური აი იქ არის იქ სხვაგან იმ სიაში, რომელიც გვარით და სახელით ქვეყნდება, რომელიც თავის თავში მოიცავს არა სამგზავრო და ვიზებით შეზღუდვას, არამედ ფინანსურ სანქციებს, რომელსაც იმავე დოკუმენტში უწერია, რომ სანქციებში მოყვება ყველა ადამიანი, რომელიც შეეცდება მას დახმარება გაუწიოს და დაეხმაროს ფინანსური ოპერაციების წარმოებაში. ან სარგებელი მისცეს რამე. უყურეთ, რასაც დღეს ამბობს კობახიძე, რომ თუ რამე ზარალი მიადგათო ჩვენო დავეხმარებით, ეს სინამდვილეში რას ნიშნავს იმ ტექსტიდან გამომდინარე. რომ ყველა ადამიანი, რომელიც ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს, ასევე სანქციების ქვეშ ყოფა ავტომატურად. იცის რომ ეს სანქციები არ ასწდება, მაგრამ ის ამითი ხომ ორი გამოწვევას უგზავნის პარტნიორებს. ანუ სულ იმის მტკიცებაშია, რომ თითქოს ეს არ აღელვებს, რომ ეს მის არაფერს არ ნიშნავს. ზუსტად პირიქით მოიქცევა. ხო, ოღონდ თვითონ რომ მოაწერს ხელს ავტომატურად ქმედება ივანიშვილის გარეშე მას შეეძლოს. არა, რა თქმა უნდა, ეს 100%-ით მანდ ვარ მეც, ოღონდ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხელს რომ მოაწერს იმ აქტს ამითი ავტომატურად მოხდება იმავე სანქციებში. ამის გამო მე რომ ამ რისკზე მიდის ის, რომ პირადად საკუთარი ნებით და საკუთარი გადაწყვეტილებით აღმოჩნდეს ამიტომ არის საფათო ეს ხალხი, რომელსაც უკან დასახევი გზა აღარ აქვს, იმიტომ რომ თვითონ აღარ დაიტოვეს. იჭრიან ყოველ დღე უკან დასახევი და მაქსიმალურად აყენებენ ზიანს ყველას, ვინც თვალში მოხვდებათ, ხო, მათ შორის, რა ვიცი, კანონმდებლობით სასწაულ აკრძალვებს აწესებენ, რომ ესე იგი, რა ვიცი, პირბადიდან დაწყებული რაღაც შარფების გამოყენებასაც აღგზავნებენ გეოგრაფიულ. რომ შარფი მოიხიოს ახლა შეიძლება ესეც უკვე მიიჩნიონ დარღვევად, ლაზერის ტარება და ასე შემდეგ. მართლა რაღაც გადააჭარბა ყველანაირ ფანტაზიას ამან, მაგრამ აი სწორედ აი ასეთ მოწინააღმდეგესთან როცა გაქვს საქმე, განსხეულდებულ რუსულ მეხუთე კოლონასთან საკუთარ ქვეყანაში, რამდენად არის პერსპექტიული ეს პროცესი თქვენთვის. ახლა ჩვენ იმედზე ვსაუბრობდით, თქვენ მიეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელიც ძალიან იმედიანად უყურებს ამას, თუ მაინც ფიქრობთ, რომ 50-50. არა, მე ძალიან ოპტიმისტურად უყურებ. ჩემს ცხოვრებაში შემიძლია გითხრათ პირველად, აი ვარდების რევოლუციის დროსაც კი არ მქონდა ესეთი ინსტინქტი, ესეთი ემოცია და გრძნობა, როგორიც ახლა მაქვს, რომ უბრალოდ ვერ ვხედავ თეორიულადაც კი არ მაქვს ემოციურად საერთოდ არ მაქვს საფრთხის განცდა. ანუ რა თქმა უნდა ის ყველაფერი რაც ხდება ძალიან მაღალი რისკის და საფრთხის შემცველია, უბრალოდ ამას როცა ვამბობ, რომ საფრთხის განცდა არ მაქვს, გულისხმობ მარცხს. არ მაქვს იმ ტიპის საფრთხის განცდა, რომელმაც უნდა დაამარცხოს ქართული სახელმწიფო. ამისი არც მოლოდინი მაქვს, არც ემოციურად მაქვს ეს შფოთი და ვარ ძალიან მშვიდად რომ ეს პროცესი აუცილებლად დამთავრდება ამ ადამიანების სრული კრახით, სრული ჩამოშლით. ერთადერთი რაც მაშფოთებს, გულწრფელად რომ გითხრათ, არის ის, რომ დროში იმდენად არ წანაცვლდეს ეს პროცესი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ისე ჩამოგოშალოს, რომ ერი 10 წლეული დაგჭირდეს ამის გასამართავად. ეს არის ერთადერთი რისი შიშიც მაქვს. თორემ ის რომ ესენი აბსოლუტურად სრულფასოვნად ისე არა, როგორც ნაცმოძრაობის დროს მოხდა. როცა იქ შუალედურ გოლს და ვიღაცებს შერჩათ ეპატიათ მურუსი ძიაგერის მოსამართლეა კლანი ისევ ესე არა.
სრულად და აბსოლუტურად ჩამოიშლებიან და დასრულდებიან პოლიტიკურად, ბიუროკრატიულად, ადმინისტრაციულად. ამას შეჭო არ მეპარება. უბრალოდ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმ წინააღმდეგობის ფრონტით, რომელიც ეხლა ქვეყანაში ესეთი მძლავრია, პლუს საერთაშორისო ხარდაჭერით, უნდა მოვახერხოთ, რომ ზეწოლა იმდენად გაიზარდოს კიდევ უფრო მეტად მასშტაბური გახდეს, რომ დროში გადმოიწიოს მათმა ჩამოშლა. რომ არ დაგვიჯდეს ძალიან ძიმედ სახელმწიფო ინსტიტუტები და გაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა იქნება საზოგადოების ნაწილი ამისთვის მსად და ჩვენ ნახავთ როგორ წავა ეს პროცესები.